ომში. სეპარატისტებს ჰქონდათ მხარდაჭერა რუსეთისგან, მაგრამ რუსეთის რეგულარული ჯარის გარეშე ვერაფერს აკეთებდნენ. აგვისტოსთვის უკრაინას თითქმის ბოლომდე ჰქონდა დაბრუნებული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე, მაგრამ კონფლიქტში უკვე ჩაება რუსეთი. რადგან სეპარატისტების დამარცხება იქნებოდა პუტინისთვის და რუსეთისთვის სერიოზული გეოპოლიტიკური დამარცხება. რა თქმა უნდა, რუსეთის ჩარევის გამო უკრაინამ ვეღარ დაიბრუნა კონტროლი დონეცკის-ლუგანსკის ოლქებზე და ორივე მხარე დათანხმდნენ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები გაიმართა მინსკში და ამას უნდა მიაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ როგორც ლუკაშენკო, ისევე ბელარუსი, როგორც 2014 წლის კონფლიქტში, ასევე 2022 წლის კონფლიქტში უდიდეს როლს თამაშობენ. სანამ გადავალთ უშუალოდ თუ რას შეიცავდა მინსკის შეთანხმებები, რომელსაც უკრაინის, რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს, უნდა ვილაპარაკოთ ლუკაშენკოზე. ლუკაშენკო 2014 წლისთვის იყო პრეზიდენტი, რომელსაც უნდა ბალანსი დაეჭირა ევროპასთან, ამერიკასთან და რუსეთთანაც. კი, ლუკაშენკო იყო პუტინის მეგობარი და რუსეთის მოკავშირე, მაგრამ ამასთანავე 2014-ში მხარი დაუჭირა ევრომაიდანს, აღიარა უკრაინის დროებითი მთავრობა და საერთოდ სეპარატისტების წინააღმდეგიც იყო. ანუ ეს უნდა კარგად დავიმახსოვროთ, რომ ლუკაშენკოს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობები უკრაინასთან და უკრაინელებს მათ შორის ძალიან უყვარდათ ლუკაშენკო. ზუსტად ამიტომაც მინსკი იყო იდეალური ადგილი ყველასთვის. მოკლედ ეს უნდა დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ ეს ტრაგედია, რაც ტრიალებს დღეს უკრაინაში, არის გამოწვეული ლუკაშენკოს და უკრაინის პოლიტიკური დაშორებით, მაგრამ მოდით ამაზე მერე ვილაპარაკოთ.